გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და მისი სტუმრების სუბიექტურ აზრს გადაცემაში ორშაბათი თეონა გეგელიასთან ერთად. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ორშაბათი თეონა გეგელიასთან ერთად. თქვენ უსმენთ გადაცემას ორშაბათი, უსმენთ რადიო იმედს ტალღაზე 105.9. ყოველი კვირის დასაწყისში პირველ სამუშაო დღეს თქვენ უსმენთ გადაცემის სტუმრების მოსაზრებებს გასული და ახალი კვირის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე. გადაცემა ორშაბათი მივყავს მე, ჟურნალისტ თეონა გეგელიას და ჩემი სტუმარი დღეს არის ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. ზაზა, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობთ. ჩვენი საუბრის თემა არ არის რაღაც ესეთი ანუ ორი თემა, რომელზეც მინდა შენი მოსაზრებები გკითხო. ერთი ეს ეხება ჩვენ შიდა, ასე ვთქვათ, საშინაო პოლიტიკას, კონსტიტუციას, ეს ძალიან აქტუალური თემა. რამდენიმე გადაცემა მქონდა ამაზე, მაგრამ ეხლა მსმენელს ავუხსნი რა ნაწილი გვაინტერესებს დღეს. და პლუს საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით რუსეთი-ამერიკის ურთიერთობა, ტრამპი პუტინის უბრალოდ ჯობია ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ისეთი რაღაც საინტერესო ვითარდება მთელი ეს მოვლენები, ანუ მოლოდინები თითქოს არ გამართლდა სინამდვილეში ამერიკაში, მაინც უხმაურია რომ ეს ტრამპი არის რაღაც პუტინის მარიონეტი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის თემა, რომელიც ძალიან საინტერესო და პლუს მოლოდინი, რომელიც არსებობდა საქართველოში, რომ ტრამპის მოსვლით ხელისუფლებაში შეიძლება დასუსტებულიყო საქართველოს დაცვა რუსეთისგან. ეს მოლოდინები არ გამართლდა, იმიტომ რომ ძალიან ცივილიზებულად, სხვა ფორმით და კულტურულად საკმაოდ ძლიერ მხარდაჭერას ვიღებთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოიცადეთ, დავიწყოთ მაშინ ჯობია კონსტიტუციით. მე ამ დღეებში ვცდილობ, რომ ის დავა, რომელიც არის ამ კონსტიტუციის ირგვლივ, რაღაც ერთი სტატიაში მოვაქციო, ამიტომ ვკითხულობ გაუთავებლად ამ კონსტიტუციის შესახებ, ზოგადად არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა ქვეყნების კონსტიტუციაში და ასეთი შეკითხვაც რომ ვეკითხებოდი, ასე ვთქვათ, ახლობლებს, რომ რა გაინტერესებთ ამ კონსტიტუციასთან, ზოგადად კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რამდენიმე მასეც მითხრობს, რომ რა გვინდაო იქნება ასეთი შეკითხვაც დასვაო. რად გვინდა ამაზე პასუხი ვიპოვე, იმიტომ რომ უმრავლეს ქვეყნებში კონსტიტუცია აქვთ და ნუ ეს არის ძირითადი კანონი, ნორმატიული აქტების რაღაც ერთობლიობა, კრებული, ასე შემდეგ ქვეყნის, ასე ვთქვათ, მიზნებს გამოხატავს, სულისკვეთებას, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ძირითადად იცავს ქვეყნებს რაღაც ქაოსისგან და ამისთვის საჭირო ეს თავარი კანონი, მაგრამ იქ აი ამ რო არ ყვევდი და ისტორიას რომ ვუყურებდი ამ კონსტიტუციის, ხო არის ქვეყნებსაც საერთოდ არ არის, მაგრამ ცოტა ასეთი ძალიან. და განვითარებული ქვეყნები, კანადა, ბრიტანეთი, ინგლისი არ აქვს. და იქ რაღაც წესჩვეულებებს ეს პრეცედენტი სამართალია. კონსტიტუცია არის მონარქიის შემდგომი პერიოდის შედეგად წარმოშობილი, სანამ მონარქია კონსტიტუცია. მონარქიებში ძირითადად ეგეთ ადგილას არ არის, ხო, მე როგორც ხო, იმიტომ ეს არის გაჩენილი დემოკრატიის, ანუ სუვერენული ერის სუვერენიტეტი რო ჩდება ესეთი კონცეფტი. აი მე რჩდება კონსტიტუციები, ხო? ანუ ახალი მოვლენაა, რა თქმა უნდა. ხო. ნუ საქართველოს კონსტიტუციას ვთქვათ, როგორი იყო, რამდენაირი გქონდა, ეს ყველაფერიც ვნახე და სხვათა შორის აი ზოგად დახასიათებაში შემხვდა ასეთი ასე ვთქვათ, ფორმულირებაც, რომ ძალიან დეტალური გახდა ეს კონსტიტუციები ბოლო დროს. ამ დროს იყო თითო გვერდიანი, მთავარი საბაზო პრინციპები და ეს ნიშნავს, რომ ეფექტურობა ამ დოკუმენტის დაკარგულია. ჩვენი ახლა პროექტი, რომელიც არის კონსტიტუციის და არა მხოლოდ პროექტი, არამედ ის კონსტიტუცია, რომელიც გვაქვს მოქმედი, ისიც საკმაოდ ისეთია, დეტალურია და ახლა კიდევ უფრო მეტი რაღაცები ჩაემატა, რაც ჩემი აზრით კონსტიტუციაში საერთოდ რატო არის ვერ ხვდები. თუმცა არის ამის არგუმენტები, რომ ესეც საჭირო, აი სოციალური სახელმწიფო მაგალითად. ანუ ესეთი რაღაცები, რაც ისედაც ქვეყნის ორიენტაცია. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. ვიღაცების დასამშვიდებლად. ეს ხო, ეგ რა თქმა უნდა. რა მიწასთან დაკავშირებით ფსიქოთერაპიული დანიშნულება. ხო, ნუ ნამდვილი და არ არის კონსტიტუციის, ასე ვთქვათ, ფუნქცია ეს, მაგრამ ნუ კარგი ეს იყოს ქორწინების თემა. და მიწის საკუთრების თემა. აი მიწის საკუთრებასა და ქორწინების საკითხებზე მინდა, ანუ ამ ნაწილზე მინდა გელაპარაკო კონსტიტუციის პროექტის. ძალიან დიდი მადლობა. პრინციპში გასაგებია, იმიტომ რომ იმდენად ისეთი ცვლილებები ხდება სწორედ ამ თვალსაზრისით მსოფლიოში. უკვე კარგი ხანია, რომ ამიტომ ხდება ასახვა, იმიტომ რომ
პრინციპში განსაკუთრებით ეს ქორწინებას ეხება, თუმცა მიწასაც ეხება, რა თქმა უნდა, გადატრიალება მოხდა, ახალი ანთროპოლოგია შემოვიდა, რომელსაც შეიძლება ვთქვათ გენდერული ანთროპოლოგია უწოდოთ და ეს არის აბსოლუტურად ეს თანმიმდევრული ახალი წარმოდგენა ადამიანის შესახებ. რუდი დასაწყისში ვეთქვი, შენ ემხრობი ამ ჩანაწერის გაკეთებას. იცი რა არის, რადგანაც ეს სიტუაცია ვემხრობი. ხო. კაი, ხო, ეს მაინტერესებს. ხო, გამომდინარე. არა, საერთოდ არა წინააღმდეგები ყოველ შემთხვევაში. არა, ამ შემთხვევაში პირიქით აქტიურად ვემხრობი ორივე ჩანაწერს, მიწასაც და იმასაც, რა ქვია. და სწორედ იმიტომ, რომ ეს ახალი ანთროპოლოგია თავის წარმოგვიდგენს, რომ ვითომ რაღაც დეტალიზაციას ადამიანის უფლებების. ამ დროს არანაირი ადამიანის უფლებებთან არაფერი კავშირი მას არ აქვს, ეს არის სრულად ახალი მოვლენა, რომელიც წარმოიშვა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში და სადაც ლაპარაკია უბრალოდ ადამიანის უსაზღრო ბატონობაზე საკუთარი სხეულზე. ხო. და აქედან გამომდინარე, როცა მას შეუძლია დაადგინოს თავისი, ანუ ეს მეს თვითგამოხატვა იმ დონემდე მივიდა, რომ ფაქტობრივად ეგო თვითონ ადგენს ვინ არის, რა არის, რამდენ ხანს უნდა იცოცხლოს და საერთოდ უნდა ფიზიკური უკვდავება ამ მიმართულებითაც მიდის. ხო, ეს ხდება. ეს არის მართლა ახალი ანთროპოლოგია, რომელსაც უკვე მოყოლებული 60-იან წლებიდან ახალ გნოსტიციზმსაც ეძახიან. ეს რელიგია არის რეალურად, რომელიც ცდილობს წარმოადგენს თავისთავად, რომ სრულად ნეიტრალურია, სხვა ეს რელიგია კი არ არის, ის არის აი ადამიანის უფლებების რაღაც ახალი რაღაც, ხო. სინამდვილეში ეს არის ნამდვილი რელიგია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა ნორმალურ ტრადიციულ რელიგიას. ხო. არა მარტო ქრისტიანობას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის ბრძოლა, რეალური ბრძოლა და თუ ეს ბრძოლა აქამდე უფრო ისეთი იყო, რთული იყო, იმიტომ რომ ბევრი რამის არტიკულირება არ ხდებოდა. ტრამპის არჩევნებიდან მოყოლებული ამ ყველაფრის არტიკულირება უკვე შეიძლება, იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტი რომ ამაზე დაიწყებს ლაპარაკს, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია. თუმცა მე არ ვიცი ხა რის გამო ამის გამო თუ სხვა რაღაცის გამო პუტინის მარიონეტი გახდა. ხო, მაგრამ აი ხო და მიწასაც ასევე, იმიტომ რომ მიწაც როგორი რაღაცაა, უყურე ჩვენ მიწას ხوار წაიღებენ, წამოიღებენ, ამ დროს ესე იგი მიწასა და კაპიტალს შორის არსებობს ფუნდამენტური განსხვავება. მიწა არის ის, რაც არის რაც წესით არ იყიდება, ამაზე იდგა მთელი ანსიენ რეჟიმი. და რომელიც არის იდენტობის ნაწილი და საერთოდ ერთ-ერთი ელემენტი 4-დან. ანუ სხვა რიგის მოვლენაა. აქედან გამომდინარე, როდესაც კაპიტალიზმი ლაპარაკობს, რომ ყველაფერი იყიდება სინდისის გარდა, ეს უბრალოდ რომ თქვათ არის ისე ვამბობ, ძალიან სერიოზული манипуляция. სინამდვილეში, აი ეს ამას ვიტყოდი მე. ანუ ამ ჩანაწერის გაკეთება შენი აზრით, რომ აი ეს რა არის, ახლა მე რო ხმარო არ ამოვიღო, როგორც ცნობილ ანეკდოტშია, არ გაჩერდება ეს ხალხი. და უკვე მიდის პლებისციტზე საუბარი სხვათა შორის და თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო მომენტში რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ხალხის უდიდეს ნაწილს როგორც უნდა. კი, თუმცა აი მე მესმის ეს შენი რაღაც იცი დამოკიდებულება შესაძლოა ფუნდამენტურად სწორი, მაგრამ რაღაც ეკონომიკური რაღაცებიც არის ახლავს, ასე ვთქვათ, ამას შემადგენელი არის და ჩემი აზრით ცოტა ზედმეტად არის გაზვიადებული ეს თემა. იმიტომ რომ მიწა შეიძლება გაზვიადება ყველა მხრიდან არის ახლა. ამის რეგულაცია შეიძლება ზაზად ძალიან ნორმალურია. არა, ამა თუ გონიათ რომ მიწა გაიყიდება და ეკონომიკას ეშველება, ძალიან ეკონომიკას აფერი არ ეშველება. აჰა. მათი ჯობია მიწა არ გაიყიდა. არც მიწა არ უშველის ამას და არც ეკონომიკა სხვა რაღაცა. არც წყალი და არც ჰაერი, ამას არაფერი არ უშველის. ძალიან ცუდი პროგნოზია ეს. ეს პროგნოზი არ არის, ეს რეალობაა. ხო, მაგრამ და შეუძლება არა, მე შემიძლია ვთქვა რატომ ხდება ეს, მაგრამ არ ვიტყვი. მოხევი მაშინ. ბევრი სამწუხაროდ პირდაპირ არის მიმული გეოპოლიტიკასთან, ანუ ჩვენ რაც უფრო მივდივართ ატლანტიკური სივრცისაკენ, აი სწორედ ეს ატლანტიკური სივრცის ეკონომიკური წარმომადგენლები არდებენ არანაირ ფულს. იმიტომ რომ საშიში ხდება. ასაკები. აი ამაში ჩვენი პოლიტიკა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენს ეკონომიკას. ას მე არ მარტო. ამიტომ არდებენ უცხოელები, უცხოური კაპიტალი დებილი კი არ არის, სად რატო ჩადოს ისეთ ქვეყანაში, სადაც საშიშია.
ნუ საშიში მეზობლების რა თქმა გამო უნდა, ხო, აბა რა. მეზობლების გამო ხო, რაც უფრო შენ იქითკენ მიდიხარ, ის უფრო და უფრო ნერვიულობს. ის რომ ნერვიულობს, მე ნერვიულობენ სხვა და ის კაპიტალისტები კიდე ფულზარდებენ. სად მივდივართ აბა? არსად არ მივდივართ, ჩვენ გიგანტური ნაბიჯები თუ გავართ ეს ნაბიჯი წინ ორი ნაბიჯი. და ამას ვამბობ, არსად განსაკუთრებულად ჩვენ არ მივდივართ. სიზიფეს სტახანოვური შრომა. ერთად გივას მოძრაობ. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ასეთ სიმბოლურ რაღაცებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კიდევ უფრო რადგანაც რეალობაში არაფერი ხდება, ამიტომ აი ესეთ ჩანაწერებს ხო, აი ჩვენ ვართ ევროატლანტი, ჩვენ ვართ ისეთ წარმატებით შეიძლება მე ვარ ძალიან ლამაზი. მე საერთოდ ცისფერი თვალები მაქვს. კი, მაღალი კერა და ეს დახლობს არის მე შავღრემალმა ადამიანმა რომ ჩავწერო კონსტიტუციაში. მე მაქვს ცისფერი თვალები, უბრალოდ მე არ მაძლევენ განვითარების საშუალებას. თორე ეს საკუთარი თემების მაქვს. გეთანხმები რომ ეს ძალიან ზედმეტი იყო ხო სასოციალო თუ არა, იმიტომ რომ არასერიოზულია, თუმცა რაღაც გარკვეული წრეების დასაშოშმინებლად გაკეთდა. მაგრამ ეს ხალხი იგივეს ამბობს, აი ეს ხალხი რომელიც ემხრობოდა ამ კურსის ჩაწერას, ხო, იგივეს ამბობს ქორწინების ჩანაწერს, ვიცი ჩანაწერს, ეს ძალიან საინტერესოა. ის თუ ვამშვიდებთ, მაშინ ყველა დავამშვიდოთ ესეთი. ხო, არა, სხვადასხვა ნაწილია ეს საზოგადოება. სხვადასხვა ნაწილია, ხო. ამით ვამშვიდებთ ლიბერალებს, რომ ჩვენ მაინც რაც შეეხება ორიენტაციით და ქორწინებით ვამშვიდებთ 90 მოსახლე ქართველ ხალხს. და რაც შეეხება მიწით პრინციპში ხო, ნუ ასევე ქართულ ხალხს. ანუ ორი თუ ამშვიდებთ ქართულ ხალხს და ერთით ლიბერალებს. ხო, და არის სრული. რა ასე გამომიდო რომ ლიბერალები ქართული ხალხის ნაწილი არ არიან. არის როგორ არა. არის, მაგრამ ისე გამომივიდა თქო. ქართული ხალხი და ლიბერალები. ნუ ცოტანი არიან ფაქტი. კი. თან ეს ძალიან სადავოა, ეხლა ლიბერალები არიან ისინი თუ არა, ეს კიდე ჩვენ ეს ლიბერალებს ვეძახით, თორე სინამდვილეში გასაგებია ხო. ხო. მე დავუძახებდი ატლანტიდებს. ატლანტებს. ფაშორის ძალიან სერიოზული ღონისძიება ჩატარდა. მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ნატოს მიმართ განწყობინე. არა იმიტომ რომ რაღაცას ვიყავი, იმიტომ რომ რეალისტი ვარ. და შეიცვალე. არა, არაფერი არ შემიცვლია, ისიც თქმა მინდა. მაგრამ იმდენი ილაპარაკეს რომ არ ფართოვდება არა და ნუ ერთ-ერთი არგუმენტი ასე ვთქვათ ატლანტიდების არის ის რომ მონტენეგრო ფაქტობრივად მიიღეს და ანუ ფართოვდება. ეხლა საქართველოს ეს რამდენად ეჭღანება არ ვიცი, მაგრამ ეს ნატო რაღაც ახლოს მოძრაობს ჩვენთან. ძალიან დაჩაგრა ტრამპმა რა, ანუ აი შენი ადგილი იცოდე ბიჭო და ეს ხელი კრა და გააგდო. არც იცოდა ვინ იყო დარწმუნებული ვარ ის ტიპი. მაგრამ ნუ ეხლა იცი რა ეს სერბები ეს სერბების მსმენელი მიხვდება თუ არა ნატოს სამიტზე მოხდა ეგ რომ მონტენეგროს პრემიერი გაწია ისე გვერდზე გადააგდო გვერდით ინტერნეტში ძალიან პოპულარული ვიდეო არა ნუ გასაგებია რომ ეს არის გეოპოლიტიკა ანუ რა ეს ნატოს ასამბლეა რომელიც თბილისში ჩატარდა ეხლა 5 ქვეყანაში ჩატარებულა არაწევრში აქედან 4 უკვე წევრია 4 წევრია რაღაც მაინც რაღაც ახლოს არის და ასეთი ხო არა მონტენეგროსთან დაკავშირებით ახლა ძალიან ის იყო რა თქმა უნდა მაგრამ ახლა მონტენეგრო კი რა თქმა უნდა ამით რუსეთს კიდე მიანი ნუ მიაყენეს შეურაცხყოფა რაღაცა იმიტომ რუსული კაპიტალია ძირითადად რუსები არიან ამ მონტენეგროში და ნუ იყიდეს იქ ნუ მოსყიდვა როგორც ხდება რასაც აკეთებენ სერბეთში ეს არის ნუ შეუძლებელი სერბეთს არც უნდა მე რომ ევროკავშირი კი არა უბრალოდ რაღაცა სერბეთში არის ძალიან რთული რაღაცა ევროკავშირთან მიმართებაში იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში მას უწევს აღიარება კოსოვოსი და ნუ ეხლა ის დაახლოებით იგივე ჩვენ რასაც გვეუბნებიან ეხლა ელჩები დიდხანია გვეუბნებიან აღიარეთ აფხაზეთ და ოსეთ და შემოგიშვით ნატოში არა ესეთ გარანტიას არავინ არ არა ესეთ კულუარებში მაგრამ ერთის ვნახოთ აღიაროთ და მე მაინც არ შეგვიშვან მაგათი ამბავი რო ვიცი ეს ერთი მაგრამ არის მეორე საკითხი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამას კი გვეუბნებიან მაგრამ ეს პერსპექტივა ესეთი პერსპექტივაა უბრალოდ რა ამას მიშა სააკაშვილიც კი ვერ იზამდა მიშა სააკაშვილიც რომელსაც შეეძლო ყველაფერი იმანაც კი ვერ შეეძლო რომ ეღიარებინა აფხაზეთი და ოსეთი არა ნუ ეს გამორიცხულია ეს არ მოხდება თუმცა ამ პირობებში შეუძლებელია თუმცა შეუძლებელი არაფერი არ არის ტრამპმა გააკეთა ერთი სერიოზული მოკლედ ობამამ ისე გადახარა ყველაფერი გარკვე ბევრი რაღაცა აი მათ შორის იდეოლოგიური და ღირებულებითი მომენტები თუ
თუმცა ერთი ვიღაცები ეძახიან რომ სუსტი პრეზიდენტი იყო, მაგრამ სუსტმა პრეზიდენტმა ძალიან სერიოზული რაღაცები გააკეთა. ჯერ ერთი ძალიან დიდი ხიფათის წინაშე დააყენა თვითონ ლეგიტიმაცია ამერიკაში ამ სამართლებრივი პრობლემები გააჩინა. ხო, არა მარტო ამ ეგრეთ წოდებულ სალსკესიანის ქორწინებებს გულისხმობ, რომელიც ძალიან სერიოზულს გამოიწვია. თან დაკანონდა, თან ვერ დაკანონდა, იმიტომ რომ ყველა შტატს იქ თავისუფლება აქვს, აყვანა, არ აყვანა იქ რელიგიო. თან ეს როგორც წესია, საუნდყოფები და ეს თავშესაფრები ყველა არის რელიგიური. ხო და აი ამ ტრამპის ახალი კანონით ეს მართლა ძალიან რადიკალური რაღაც, მნიშვნელოვანი რაღაცა რაც გააკეთა, რომ ფაქტიურად საჯარო სივრცეში რელიგიურ პირს შეუძლია თქვას, რომ აი ჰომოსექსუალიზმი არის ცოდვა და მას ვერ უჩივლებენ. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანი. მე იმ დღესვე გამოვარდნენ LGBT ორგანიზაციები, რომ იზღუდებაო ჩვენი უფლება დისკრიმინირებისო სხვათაო. ხო და ანუ ეს მომენტებია. ხო კიდე ესე იგი ლინდონ ჯონსონის ამენდმენტი სადაც ის ასე თუ ისე მაინც იზღუდებოდა აქამდე რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობა არჩევნებში. ნუ ისინი მაინც მონაწილეობდნენ არაპირდაპირ, მაგრამ დღეს უკვე ამ ამენდმენტის მოხსნის შემდეგ რელიგიურ ორგანიზაციას პირდაპირ შეუძლია მოუწოდოს ამას მიეცხმა, ამას არ მისცე, ამას მიეცე, ამას ძალიან მნიშვნელოვანია ესეც. რომ რელიგიური ფაქტორები განსხვავებით ევროპისაგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ენიჭება იმდენად დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენ აქ ვერ წარმოგვიდგენია. კი, ძალიან დიდი. ამდენად მე ძალიან ყვავილ ვარ ტრამპის ამ ორი კანონის. იგი ობამა ქიაში რა იყო? იძულება რელიგიურ საავადმყოფოებს და ორგანიზაციებს აიძულებდნენ აბორტების გაკეთებას და კონტრაცეფციას და ასე შემდეგ. ხო, თუმცა მან ასე ვთქვათ დაზღვევის გარეშე და კი კომპლექსია მთელი და არის ასან რაღაცა კარგია, რაღაცა, მაგრამ ეს ცუდი ქრისტიანი ადამიანებისთვის არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ეს ცუდი რაც არის, რომ იდეოლოგიური მნიშვნელობა აქვს და იძულების. გასაგებია შეიძლება ამ კუთხიდან ვაპარაკოთ, ძალიან ბევრი დარჩა დაზღვევის გარეშე და ეს პრობლემა. ამერიკელისაც ძალიან კარგად მესმის, რომლისთვისაც აი ისე ამერიკის მოსახლეობის 85%, რომელიღაც რელიგიური ორგანიზაცია, ძირითადად ქრისტიანული. და უდიდესი ნაწილი არის ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების. ლუთერანები, კათოლიკე. მასმედია რას არიზავს? ეხლა რეკლამა ხომ არ გვაქვს? ხო გახსოვს შალვა ნათელაშვილის უკდავი ფრაზა რუსთავურზე. ჰიტლერს რუსთავი ორი ქონოდა, გერმანელ ხალხს დღესაც არ ეცნობოდა რომ ომიც ააგო. რუსთავი ორი საბოლოო ჯამში მაინც ვერაფერი. მიშაგლია. ეს კომპლექტ ერთიანი კომპონენტი აღარა. მიშას გარეშე რუსთავი ორი. კაი, რეკლამა ეხლა ჩვენს ეთერში და რეკლამაში. როგორც ბრაჩნაია ნოჩ без невесты. ორშაბათი თეონა გეგელიასთან ერთად რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის გადაცემა ორშაბათი, რომელიც მიმყავს მე ჟურნალისტ თეონა გეგელიას და ჩემი სტუმარია ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. გადაცემის პირველ ნაწილში ისე ძალიან შვიდად და სწორად მივედით გადაცემის მეორე ნაწილის თემასთან, გულისხმობ ტრამპი პუტინის ასე ვთქვათ ურთიერთობას, რომელზეც ლამის მთელი მსოფლიო ასე ვთქვათ ამაზე ეწყობა შემდეგ ყველაფერი, მოკლედ ვითარება არის ასეთი. არჩევნებამდე ამ კაცს ეძახდნენ რუსეთის კაცს, მარიონეტს, რომელსაც ჰქონდა ინტერესები რუსეთში, მათ შორის ეკონომიკური. გაიმარჯვა ამ კაცმა არჩევნებში. შენ მის გადაწყვეტილებებზეც ლაპარაკობდი, მე 100 დღე ტრამპის როდესაც ასე ვთქვათ გავიარე და კითხულობდი, იქ ნახე რომ ბევრი რამე ვერ შეძლო ამ ინსტიტუტების წინააღმდეგობის გამო. ამის შემდეგ ის რუსეთს აკრიტიკებს ხოლმე. მართალია მის რამდენიმე ჩინოვნიკს არც დაუდასტურდა, მაგრამ მაინც არის რაღაც ეჭვები რომ ისინი რუსეთთან დაიწყო ლაპარაკი კი, რომ რაღაც კავშირები და ბმულები ასე ვთქვათ არსებობდა. ამ დროს ის გამოდის ამბობს, რომ რუსეთს სანქციებს არ მოусვნის, რომ ყირიმთან დაკავშირებით სანამ არ შეიცვლება მინსკის ანუ ის ასე ვთქვათ ლაპარაკის დონეზე პირიქით ობამაზე ბევრად არ ჯერა არავის არ ჯერა. და მიუხედავად იმისა, რომ რუსები ცოტას დასცინიან მას
მაგრამ არ არიან გაღიზიანებულები ჯერჯერობით აი რა ვითარება შეგიძლია არა დაცინოთ ახლა მე ამ ბოლო ხანებში რასაც უყურებ ყველას დასინიან რუსები ყველას დასინიან თან ისეთი სიმაღლეებიდან რომ ნუ არ ვიცი რა ეს თავარი დამცინავი ისტორია რასაც ამბობ ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპიკერი სახაროვა რომელიც გაუთავებლად დასცინეს მე მგონი მისი როლი არა მთელი ამბავი რა არის რომ ესე იგი დასავლეთში ხო აღარ შეიძლება დაცინვა და იუმორი აღარ არის სხვა შეერთი ამ ინგლისელი მწერალი ამბობდა რომ ეს ცნობილი თანამედროვე რომ ეკითხებოდნენ რომ რა ინგლისურ ლიტერატურაზე რა ასეთყვეთო ნუ მასაურ წინა თუ იუმორი ახასიათებდო და ეხლა პოლიტიკური კორექტულობის გამო აღარ შეიძლებოდა ეს დავკარგეთო ხო და ნუ ჩვეულებრივი ადამიანური მეტყველების ენაზე ამას ქვია ტვინების გამორეცხვა ნუ თუ იუმორი აღარ არის ესე იგი აღარ არის აზროვნებაც ხო და ნუ ამ თვალსაზრისით ის ქვეყანა სადაც პოლიტიკური კორექტულობა არ არის რა თქმა უნდა უფრო მაღლა იქნება ვინმე დანარჩენი ხო მაგრამ არ არიან ასევე იმავეს ვიტყვი ინდოეთზეც და ჩინეთზეც და სამხრეთ ამერიკაზეც გარკვეული აზრით რომელიც ასევე დასავლეთს არ მიეკუთვნება მაგრამ ასე თუ ისეა სიტუაცია როგორია ნუ აი მოკლედ ობამა მიმდინარე გადახარა მარცხნივაც არ ვიტყოდი არიან მოკავშირეები თუ ბუნებრივად აღმოჩნდნენ მოკავშირეები ლოგიკურად აღმოჩნდნენ იდეოლოგიურ საკითხებში. რაც არის ყველაზე მთავარი. ანუ ობამამ ისე გადახარა ეს ყველაფერი, აი ახალი ანთროპოლოგიისკენ. ობამა ბოლო იყო უბრალოდ. რომ აი მე უბრალოდ დარწმუნებული ვარ და აი ეს რაღაცას ვიტყვი რომ შეუძლებელი მთავარი რა არის რომ ტრამპში კი არ არის საქმე. აი ტრამპის შემდეგ შეუძლებელი იქნება ობამასნაირი პრეზიდენტი. ყველა სხვა პრეზიდენტი რომელიც მოვა მარჯვნიდან თუ მარცხნიდან იქნება საშუალო. აი ვერავინ ვერ შეძლებს ისე გადახაროს სიტუაცია როგორც ობამა ეხლა ტრამპი ასწორებს ამ გადახრილს აი ერთ პატარა ფაქტიც თუნდაც ხო ნუ რა იდენტობის პოლიტიკასთან დაკავშირებით ობამამდე თეთრი ამერიკელი იყო 53%. ობამა რო წავიდა 42% იყო. იმდენი იმიგრანტი შემოუშვა. ეს იყო აბსოლუტურად შეგნებული პოლიტიკა. და როგორც კი შენ ამაზე უბრალოდ ლაპარაკს იწყებდი, არა, გეძახდრე რომ ხომ რასისტი ხარ და ასე შემდეგ. და დღეს უკვე ეს ანუ კანონები კი ვერ გაიტანა, მაგრამ ბუმერანგივით მოხვდა ამ სისტემას და ეხა უდიდესი ნაწილი ემიგრანტების გარბის კანადაში და კანადაში არის რიგი. აი ესეც ფაქტია. ხო, ასე რომ თავისი შედეგი ამან მოიტანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ნუ ტურნე უნდა ვახსენოთ ერთმა არმოსოს ჯიმი ფელონმა თუ რომელიღაც მან ცნობილმა კომიკო წამყვანმა კომედი შოუების იღალდა მგონი მარმა არმოსოს ჩემი ერთი ახლობელი მეუნება და გუშინ ნუ ისო იყო სამადგილასო სადაცო რომელიც არისო წარმოიდგინოსო ამერიკისო სამ რელიგიასო სამთავარ რელიგიასო იუდაიზმიო ნუ ისრაელში ხო იყო კათოლიციზმიო და ნავთობიო ანუ ეს არის სამთავარი რელიგია ნუ კარგი ხობრობა ხო და ნუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი როგორ ჯერ საუდის არაბეთი მე აშკარად გააზრებული კარგად თან ეს ტურნე მისი კი აშკარად ძალიან კარგად გააზრებული ვერაფერს სიტყვი მართლაც ესე იგი საუდის არაბეთი ამის მერე ისრაელი და შემდეგ ვატიკანი ახლა ისრაელი რატო არის მნიშვნელოვანი რომ აქაც ობამას იმდენი მოუვიდა და ჰილარისაც და რომ ფაქტობრივად ისრაელი და ებრაული ლობი გაანაწყენეს ანუ მოხდა შემდეგი რაღაცა რომ თუმცა ძირითადად ფულს იღებენ საუდის არაბეთიდან და ყატარიდან და უკანასკნელ მომენტში ებრაული ლობი ტრამპის მხარეზე გადაიხარა ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვა შორის აქვე შეამჩნევა რომ ამ რელიგიურ საკითხებში არის ძალიან ძლიერი ურთიერთ დახმარებას და იუდაურ და ქრისტიანულ კომუნიტეტებს შორის. რაც არასოდეს ესეთ დონეზე არ ყოფილა. ანუ იმდენად ისე ვამბობ, ობამამ იმდენად გადახარა ეს ყველაფერი, რომ ებრაელები და ქრისტიანებიც კი ერთად დადგნენ. ნუ ახლა მეტი რაღა უნდა გააკეთო. ეგ ანტიქრისტეს თუ შეუძლია ეგეთი რაღაცა იმაში არის აღწერილი ეს. იოანეს გამოცხადებაში, რომ ყველა მართალიანები ერთად დგება. ასე რომ
ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღარ ვლაპარაკობ, ისრაელი კიდე მაინც სხვა მომენტია. ობამას უკვე ძალიან დიდი ხანია გაფუჭებული ხონდა ნათანიაჰუსთან ურთიერთობა. ისეთი ჩხუბი. ვიცი უკვე საჯაროდ ლანძღვა გინება. საჯარო ლანძღვა გინება. და ის მათი პრემიერი ნათანიაჰუ ხო დაანაკრიტიკებს. არა, ბოლოს რო იქ რო იყო რა ქვია კონგრესში და არ შეხვდა საერთოდ ობამას არ დაელაპარაკა და ხოსოს კონგრესს ფეხს დაუდგა. ხო და მოკლედ ძალიან გართულებული იყო სიტუაცია. მოკლედ ასე თუ ისე მე მგონი ეს ტრამპი პუტინის მომენტი არის როგორც აღმოჩნდა მაინც მეორე ხარისხოვანია ეს თემა. თვითონ იმდენად გაუბრალოეს აი ამ მგელი რომ ამერიკელმა ამომრჩეველმაც დაკარგა ამისადმი ინტერესი. აი დაახლოებით ისეთივე რაღაცა ხდება რაც საბჭოთა კავშირში პერესტროიკამდე და პერესტროიკის დროს. პროპაგანდა აღარ მუშაობს, მოკლედ აი იძახიან ეს რუსეთი და აღარ მუშაობს ეს რუსეთი. აღარ მუშაობს. ხო, მაგრამ ეს ამერიკული ეს პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ნაწილი, მათ შორის რესპუბლიკელები გაუთავებლად დღემდე არკვევენ გამოძიებებია. სხვა თემა არ არის. აი რა უნდა გააკეთო? იმიტომ რომ ტრამპი ის გამოხატულება, მართლა იმის გამოხატულება ხო არ არის. ტრამპი არის გამოხატულება იმის, რომ თვითონ სისტემა განიცდის ძალიან სერიოზულ ყევას. აღარ შეუძლია ამდენი ამ სისტემას. და მოხდა მისი მართლაც, მოხდა მისი ასე თუ ისე ბუნებრივი ლოგიკური გადატვირთვა რეალურად ეხლა მოხდა. იმიტომ რომ აი თქვენ რომ წაიკითხოთ დაუშვათ აი ეს გლობალისტური манифести ბუშის პერიოდის 2008 წლის, სადაც ლაპარაკია ამერიკის ჰეგემონიაზე, მიწაზე, ჰაერში, წყალში, მე მიმოწე ცეცხლში. რომ სიცილით მოკვდები, ეს ჩავარდა ეს რა ქვია. არ შეუძლია ამდენი, ხო, აი ელარჯი იწელება, სადღაც ხდება, ევროპის არ იყოს, ხო და ნატოსის. ნატო კი უსასრულოა თავისი არსით, ესე იგი, უსასრულო როგორ, მაინც მას შეუძლია მოიცვას მთელი სამყარო. ევროკავშირს არ შეუძლია. მაგრამ, ისე რომ მონტენეგრო არის გარკვეული ბოლოსილაკი და აი სერბეთის ასე ვთქვათ რაღაცა დაკმაყოფილება კიდევ ერთხელ დაამცირება რუსეთის და სერბეთის და მონტენეგროს თემით. მაგრამ მართლაც უკვე ძალიან რთული იქნება მისი გაფართოება რეალურად და უფრო მეცაც ვიტყვი რომ რაც უფრო დრო გადის უფრო კარგავს აქტუალობას და მნიშვნელობას და სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო ნატოს სამიტი მასშტაბებმა აი ხა წელს იმ ხელა დარტყმა მიაყენა ამ ყველაფერს სხვათა შორის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამავე დროს ხდება დელეგიტიმაციაც თვითონ პრეზიდენტობის ინსტიტუტის ამერიკაში ეს მარტო ტრამპზე კი არ არის თავდასხმა ეგენ უკვე გადავიდნენ თავიანთი საკუთარი ინსტიტუციების ყევაზე. ეს ეგეთი რამე აქამდე არ ყოფილა. გინდა ჩემ აზრს გეტყვი. მიუხედავად რომ მესმის ეს პროცესები და ანუ მართლა ესე ფართოდ უყურებდი ყველაფერს და ამიტომ არ გულშემატკივრობდი ჰილარი კლინტონს თავიდან. ხო, რა თქმა უნდა. გასაგებია თვითონ პერსონაჟი ესე ძალიან ცალკე რომ ავიღოთ, რა ძალიან ექსცენტრული კაცია. არ არის რაღაც დალაგებული, ძალიან სასაცილო. გიჟის მეტი ამას ვინ დაუპირისპირდება? პირდაპირ თქვა გიჟის მეტი ამ სისტემას ვინ დაუპირისპირდება? ცოტა უნდა აფრენდეს ადამიანი რა. მილიარდერიც კი შეიძლება აფრენდეს. კი, ისეთია რა, ეხა ეს მონტენეგროს პრემიერი როგორ გადააგდო გვერდზე ამაში ჩანდა რაღაც. ხო, ჩანდა და ეს ამერიკელებს ევასებათ, და რომ ბიჭი კაცია რა, ის კი არ არის ვიღაცა ახალი ანთროპოლოგია, მაგრამ ძალიან ერჩიან. საშინლად ერჩის პრესაც. ყველა დასცინის. აი არ არსებობს. ხო, მან, ესე ცუდად არის არ მოქცევით. როგორც მე მეკცევით, ანუ არც ერთი პრეზიდენტის მიმართ არ ყოფილა ესეთ ნეგატიური დამოკიდებულება. და ესეც უნდა იყოს. ეგ ანგრევს ყველაფერს იმას, რაც დაიწყო 68 წლიდან. და თან აი წმინდა რაღაცეებს ანგრევს. აი რა თქმა უნდა, ახლა რაც ამერიკელი ჟურნალისტისთვის ყველაზე წმინდა რა არის, LGBT უფლებები, რა ქვია, ქალი ფემინიზმი, რა ქვია, რასობრივი თანასწორობა, ეგ ემიგრანტი რო კიდევ უფრო კაი ტიპია, ვინმე მიქვინ ცხოვრობს და ასე შემდეგ და კაცი ახლა რო დაიწყებ კედლების აშენებაზე ლაპარაკს და ქრისტიანობაზე და მე ქრისტიანობა დავიცვა. ქრისტიანობა რომელიც საძულველი სიტყვა ამერიკელი ინტელექტუალი, ჩემი ერთი ახლობელი მეუბნება და პროფესორი, ჩვენ ადამიანზე რო გვინდა ვთქვა რომ არის დებილი, ვამბობთ რომ he is Christian. თუ კაცია. ხო, აი ქრისტიანია რომ დებილიაო. ესეთი ესე იგი, ოღონდ ისე მიმეორებ ღვთისწყალობით ამერიკაში უნივერსიტეტები 8%-ს აქვს დამთავრებული. ანუ უბრალო ხალხს
ეხლა იყო სამიტი ბრიუსელში, ნატოსი, სადაც ტრამპი პირველად, ამ ტურნეს ფარგლებში იყო მან და ძალიან საინტერესო შედეგები ჰქონდა სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები, ასე ვთქვათ, წევრი ქვეყნები მანამდე რაღაც ისე იყვნენ გაწყობილები, იმიტომ რომ ეს გაუთავებლად ფულს თხოვს ტრამპი ამ სწორი არავინ არ იხდის მართლა. იმ შედეგით დასრულდა ეს ნატოს სამიტი, რაც უნდოდა ტრამპს. ანუ აიძულა ისინი, რომ ჩართულიყვნენ პასუხისმგებლობა მოთხოვა. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში, კოალიციაში, რაზეც დათანხმდა და პლუს გაზრდიან, ასე ვთქვათ, კონტრიბუცია. მეორე მომენტი რაც არის, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რომ ისინიც არიან ეს ამერიკა ეს ევროპა მიეჩვია რას უკვე ძალიან დიდი ხანია იმწყემსება, ხო? გვაგუშინ მერკელმა რომ ამერიკის და ბრიტანეთის იმედი აღარ გვაქვს. ეხლა წარმოგიდგენია, ეხლა და ვინ უნდა იყოს ლიდერი, ძალიან სერიოზული პრობლემაა. იმიტომ რომ კონტინენტური ევროპა არის ძალიან დიდი ეს არის გერმანელი ხალხი, რომელიც არის აბსოლუტურად იდენტობა დაკარგული და მხოლოდ შრომის მანქანაა. არანაირი იდენტობა. აი შრომის მანქანა გია. და ნუ ფრანგმა უნდა აი ხო და მე და საფრანგეთიო აი ასე აყენებს. ხო, იდეები არის, ნუ ეხლა გერმანელი ხო ვერ იტყვის, იმიტომ რომ ის არის დასაჭურვისებული ერი, რომელიც ჰოლოკოსტის შედეგად წარმოშობილი ახალი რაღაცა. ბუდე ესე ვთქვათ. ხო და ნუ საფრანგეთში რა სიტუაცია, ეხლა მაკრონს რო შეხედავ ამას ვინ უნდა უხელმძღვანელოს სულ ამან ვის უნდა უხელმძღვანელოს სულ მახსენდება ცხონებული 4 მეღვინე სიტყვები რომ მიშა სააკაშვილს მიმართავს 7 ნოემბრის მერე ეხლა ამბობენ უნდა გადაგვაკეთონო შენ ვინ უნდა გადააკეთო შენ მართლა თავიდან გასაკეთებელო ესე მიმართა მაშინ და პრეზიდენტს და ხო აი მაკრონთან მიმართებაში ძალიან მომეწოდა ბერლუსკონის ხუმრობა. კაი ბიჭიო და დედაც კარგი ყავსო. ცოლზე. გასაგებია. დედაც სამდობიანი ხალი ყოლიაო. გასაგებია ყველაფერი მოუწევს ევროპას ხო რაღაც. იცი რა არის ევროპას მოუწევს ევროკავშირი ისე ერჩის. ხო, იმიტომ რომ ეს ხალი სხვათა შორის რომელიც ძალიან ისეთი იცი რა მოდი ახლა ეს რაღაცას ვთქვათ რომ ტრამპის უკან იყვნენ ძალიან სერიოზული კორპორაციები. აი მაგალითად ტრამპს ну როგორც ახლა გამოჩნდა ხარს უჭერდა კოკა-კოლა არ არის ახლა მნიშვნელოვანი ძალა Walmart შეიძლება ევროპასა და საქართველოში ცნობილი არ არის მაგრამ ну ვინც ამერიკაში ერთხელ მაინც დამყოფია ეს Walmart-ის აი ამ სუპერმარკეტებს და აფთიაქებს და მთელი ქუჩა არ არის სადაც Walmart-ი არ იყოს აი ეს Walmart-იც აღმოჩნდა მოთ არ არის ტრანსნაციონალური კორპორაცია ესეც მნიშვნელოვანია მაგრამ ძალიან ну კოკა-კოლა არის მაგრამ ტრამპს დაუჭერა მხარი ასე რომ მოხდა შიგნიდან მოხდა გაყოფა elitaში ისე როგორც ბრექსიტის შემთხვევაში. ბრექსიტის შემთხვევაში ასევე მოხდა ელიტა შიგნიდან გაიყო. ნაწილმა თვითგადარჩენის მიზნით გადაწყვიტა გამოსვლა ამ სიტუაციიდან. შეიძლება რინგო სტარის ეხლა ბრექსიტზე გამახსენდა უბრალოდ. ის წავიკითხე მე არც ვიცოდი რომ მას გია თუ თქოს რომ ბრექსიტს მხარი დაუჭირა იმიტომ რომ კავშირი კარგი იდეაა ფარანჯის ახლობლები როცა ფარანჯმა ეს ყველაფერი წამოიწყო მე პირველად გავიგე 2009 წელს და გავიგე ვლადიმერ ბუკოვსკისაგან რომელიც თბილისში იყო ჩამოსული და მაშინ რაღაც მოხსენება მქონდა და რაღაც მე მოხსენებში დავილაპარაკეთ ეს რაც ჩემი თეორია რაც გამოთქვამი მოეწონა მაშინ არაპოლიტკორექტული და აღმოჩნდა რომ აი ჩვენო ახლა იქო ბრიტანეთში გვაქვს ახალი რა თქო და აი ესეთი ნაციონალური ძალა გაჩნდაოთ როგორ ნაციონალური ძალა თქო 2009 არა უფრო ადრე გაჩენილა 96-დან ფარანჯმა ამაზე დაიწყო ლაპარაკი 96 აი ეს ესეთი პარტია არის ფარანჯი მაშინ პირველად გავიგე 2009-ში სხვა ჩვენს არ ვიცოდი მანამდე ხო და აი მე უკვე ძალიან ისე ინტენსიურად მაშვებოდი და ნუ არ ბრექსიტ ეს კამერონმა რაქნა იცი უბრალოდ ის დემონი გამოიხმო რომელიც მანვე ჩამოაგდო ეს პრინციპში მისი ბრალია რაც ქნა რა თქმა უნდა მანდანიშნარებ ხო მანდანიშნარებ მას ეგუნა რომ მაგრამ სინამდვილეში მთელი ამბავი არის ის რომ შიგნით მოხდა ელიტის გაყოფა ძალიან სერიოზული იმიტომ ძალიან იმ ძალებს რომლებიც წლების განმავლობაში ხარს უჭერდნენ გლობალიზაციას ბოლოს თვითონ შეეშინდათ აქ ლაპარაკია ძალიან სერიოზულ ძალებზე და ძალიან სერიოზულ ელიტურ
ასე ვთქვათ, სტრუქტურებს. სხვაგვარად ვერ მოხდებოდა, რომ არა მათი ნაწილის მხარდაჭერა მაინც. რა თქმა უნდა. ეს ქალი, რომელიც ტერეზა მეის გულისხმობს, რომელიც ძალიან როგორ თქვა, რაღაც ამ ისეთი ლიდერი შტაბ-ეჭვების ძალიან ხიანი აღმოჩნდა ხელში, ისე იბრძვის ამ ევროპასთან ამ თემებზე. Ну რაღაც ისეთ შტაბ-ეჭვებს ნამდვილი ასე ვთქვათ რჩეულია. ხო, არა, გამომხატველი. კი, გამოხატავს აი ამ ნაწილს აღმოჩნდა რომ რეალურად უმრავლესობას ეს პოზიცია აქვს, რა თქმა უნდა. უბრალოდ ლონდონი არის აი როგორც ნიუ-იორკი, ჩიკაგო და ლოს-ანჯელესი ძალიან განსხვავდება მთელი დანარჩენი ამერიკისა. უბრალოდ ურბანიზაციის პროცესი, რომელიც ბოლოს ისახავდა მიზნად, ახლა ვერ მივიდა ბოლომდე, ჯერჯერობით. და აი ტრამპი არის ამისი გამოხატულება. ანუ სინამდვილეში ტრამპმა კი არ მოიგო, სისტემა ჩამოიშალა, სისტემური ერორი მოხდა. ანუ მე როცა ვამბობ რომ აი რას ნიშნავს პარადიგმის ჩამოშლა. პარადიგმის ჩამოშლა მას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრდა რაღაც. პარადიგმის ჩამოშლა ნიშნავს იმას, როცა საცნაური ხდება თამაშის წესები. როცა კულისები გამოჩნდება ხოლმე. აი მაკრონის არჩევნების შემთხვევაში უბრალოდ გამოჩნდა როგორ მუშაობს კულისები. აი ეს არის ჩამოშლა. ну, რა თქმა უნდა, ეს დიდი პროცესია, მაგრამ აი პარადიგმის ჩამოშლა ნიშნავს სწორედ აი თამაშის წესები, როცა ობივატელი ჩვეულებრივ, აი ჩვენნაირი ადამიანი ხედავს რა ხდება. რა ხდება. აი ეს არის პარადიგმის ჩამოშლა. ზაზა, ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო გადაცემა ორშაბათი. ჩვენი სტუმარი იყო ზაზა შათირიშვილი ფილოსოფოსი, მე ვარ თეონა გეგელია, გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე, ნახვამდის. გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები, თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და მისი სტუმრების სუბიექტურ აზრს გადაცემაში ორშაბათი თეონა გეგელიასთან ერთად. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ორშაბათი